დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის დახმარების პროგრამა დაიწყო. მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, მთავრობის მიერ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ 256,000 ლარს თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც დაემატება, რამაც ჯამში 9 მილიონ ლარს გადააჭარბა. პროგრამის ფარგლებში 26 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. სოფლის პროგრამები დედოფლისწყაროში აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ ვართ ხოლმე ერთ-ერთი პირველები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით, რომლებიც სოფლის პროგრამებს ვასრულებთ. ეხლაც დროულად დავიწყეთ როგორც შეხვედრები, ასევე პროექტები ყველა პროგრამაზე შეძენილია, სულ გვახორციელებთ 26 პროექტს 14 სოფელში და ყველა უკვე დაკონტრაქტებულია და მიმდინარეობს სამუშაოები. ნაწილი პროექტებისა უკვე დასრულების ეტაპზეა, მაგალითად ერთ-ერთი სოფელ გამარჯვებაში იყო სავარჯიშო სპეციალური სავარჯიშო მოწყობილობების შეძენა, რომელიც შეძენილია სოფელში ჩატანილი არის და სპორტულ დარბაზში ეს ტრენაჟერები უკვე დამონტაჟებულია და უკვე ხალხი სარგებლობს. ძირითადად ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროგრამებია მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მცირე მასშტაბის არის. მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს ორი მიზეზის გამო. ერთი ის, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე 100%-ით მოსახლეობის გადაწყვეტილება და ეს მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა და მათ მიერ შერჩეული პრიორიტეტული საკითხების მოგვარება და მეორე არის ის, რომ ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვახორციელებთ ხშირი და მრავალმილიონიან პროექტებს, მაგრამ მოსახლეობისთვის, სოფლად ცხოვრობი ხალხისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ის თუდად მცირე პრობლემების გადაჭრა, რომელიც უშუალოდ მათი სახლის წინ გვერდით და მათ მშობლიურ სოფელში ხდება და ასე რომ სოფლის პროგრამებს მე ძალიან პოზიტიურად ვუყურებ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილ 256,000 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი იმდენი და ცოტა მეტი დაამატა, ჯამში დაახლოებით 580,000 ლარამდე იხარჯება, 26 პროექტი მიმდინარეობს, როგორც გითხარით, ყველა უკვე დაკონტრაქტებული არის. ზოგ სოფელში მიმდინარეობს სანიავრი არხების წმენდა, ზოგ სოფელში ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობა, ზოგან მოსაცდელების მოწყობა ავტობუსისთვის გზის პირას, ზოგან არის სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, სადაც არ იყო მოწყობა, რამოდენიმე პროექტი გვაქვს საბავშვო ბაღის ეზოების კეთილი მოწყობა, რამოდენიმე პროექტი გარეგანათების მოწყობას ეხება გოგიწყაროს, მაგალითად სოფელ თავწყაროში, სოფლის წყაროს მიმდებარე ტერიტორიის კეთილი მოწყობა, რომელიც დაწყებულია უკვე და ძალიან მალე დასრულდება.